და აი ჩვენც მოვედით. მე არ მოვდივარ. მანქანაში იცხოვრე თუ გინდა. წამოდი, ლეო, ახალი სახლი გველოდება და ახალი სახლი ახალ ცხოვრებას ნიშნავს. ყოფილი ვიყავი ჩემი ძველი ცხოვრებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძონება ჩესნოვოკების ოჯახის ახალ სახლში. ვა, ეს ისეთი უჩვეულოა. შედი. მე მომწონს და თქვენ? ეს ნაგავსაყრელია. რატომ? ეს სახლი არ არის. არც მტვერია, არც ობობას ქსელი. ერთი მოჩვენებაც კი არ არის აქ. შვილო, ნუ ღელავ. აქაურობას დავალაგებთ. მე ძალიან მომწონს აქაურობა. ხედავ, შენს დას მოსწონს და შენ შეეჩვევი. კარგი, ჩემს დას მხოლოდ სისულელეები ვიყვარს. სხვა რა მიზეზით უნდა მომწონდე? ახლა დაგარტყა მიცოდე. ბავშვებო, ჭუბი არ არის საჭირო. დედა, საერთოდ რატომ გადავედით ამ ახალ სახლში? სამწუხაროდ, ჩვენი ციხესიმაგრის 1000-წლიანი ქირის ვადა ამოიწურა. აუცილებელია ამ სულელურ ადგილას გადმოსვლა? ლეო, არც კი დაიწყო. კარგი, ბუშტი მაინც წამოვიღეთ კიდევ კარგი. ბოდიში, ცერბერულში სამსახლში ყოლა არ შეიძლება. შეგიძლიათ ჩვეულებრივი ძაღლი მოიყვანოთ. ზაღლი ერთი თავით? ეგ საერთოდ არ არის მაგარი. ეს სახლი არ არის. აქ ყველაფერს ხალხის და რაღაც სუნამოს სუნი ასდის. კარგი, თქვენ საყვარელობის საწინააღმდეგო ჰაერის გამწმენდს ვიყიდით. ეგ არ უშველის. აქ ყველაფერი ისეთი ნათელი და კაშკაშაა. ჩვენს ციხესიმაგრეში მინდა დავბრუნდე. ლეო, სულელი ხარ, გამოვყარე სიგ და დაბრუნება აღარ შეგვიძლია. რატომ არის ცხოვრება ასეთი უსამართლო? ო, ჩემო პატარავ. დედა, არ შეეხო. იწუწუნო 100 წელი. მოდი, ჩვენ ახალი სახლი დავათვალიერო. წამოხვალ ჩვენთან ერთად? არა, თავი დამანებე. დედა, შეხედე, ეს მაცივარია და მუშაობს. მაგარია. ჩვენი მაცივარი 50 წლის წინ გაფუჭდა. ახლა კი შეგვიძლია შევინახოთ ახალი ვაშლი, ბანანი და ბევრი სხვა რამ. ვაშლი და ბანანი? რა ამაზვზენი ადამიანური რაღაცეებია. მე ვფიქრობ, რომ გემრიელია. შენ ჩვენს ოჯახში ყველაზე უცნაური ვამპირი ხარ. კი, დედა, ეს უკვე 300-ჯერ მითხარი. ვა, სიმაღლიდან შემიძლია ეს ჩამოვაგდო. ალბათ ნაწილებად დაიმსხრევა. არც კი ფიქრობ, მნიშვნელოვანი რაღაცა არის. შეხედე. საშინელი დილა ყველას. ვა, სახლში კინოთეატრი გვაქვს. ეს უბრალოდ ტელევიზორია. საიდან იცი ამდენი რამე ადამიანურ საკითხებზე? ამელკა ალბათ გამუდმებით აკვირდება ხალხს. მას უამრავი სახალისო ჟურნალი და წიგნი აქვს. ლეოს ნუ მოусმენ. კარგი. ეს რაღაც რამდენჯერმე უკვე ვნახე. როცა ქალაქში ახალი თაგვების საყიდლად ჩამოვდიოდი ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოჯახი აქ ბედნიერი იქნება. ოთახის არჩევა შემიძლია? რა თქმა უნდა. ჰეი, მე პირველი ვარ. არა, მე ვარ. მომშორდი. ფუ, ეს რა ფერებია? გული ამერევა, აქაურობა ძალიან ნათელია. ლეო, შენთვის იდეალური ოთახი მიპოვე. ყველაფერი ისია, როგორც მე მომწონს. დედა, შეიძლება ამ ოთახში ვიცხოვრო? რა თქმა უნდა, ძვირფასო. ახლა კი გადი ჩემი ოთახიდან, რომ აღარასდროს დაგინახო აქ. სიამოვნებით. ვა, როგორი დიდი და ნათელი ოთახია, ახალი ავეჯით. აქაურობა ულამაზეშია, რა რბილი საწოლია, როგორ კარგად ცხოვრობენ ადამიანები. ვამპირის ცხოვრება საერთოდ არ მომწონს. მიხარია, რომ იმ სულელურ ციხესიმაგრეს ჩვენ მოვშორდით. ეს ჩემი იყო, შენ საიდან გაქვს? რა მაგარი ფილმია, საინტერესოა ისე, ეს ყველაფერი რეალურია თუ არა? ვაიმე დედა, ეს ვინ არის?
დედა, ეს ვინ იყო? აი, წერილიც მოგივიდა. ვა, წერილი? ჩვენი ბუშტი ჭამდა ხოლმე მათ. ძალიან მენატრება. რა წერია წერილში, დედა? ახლავე წავიკითხავ. ძვირფასო ჩერნოკოვების ოჯახო. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს სამეზობლოში, ხოლო თქვენს შვილებს ჩვენს სკოლაში ვპატიჟებთ. ჩვენ ძალიან კარგი მასწავლებლები და მოსწავლეები ვყავს. უთმენად ველოდებით თქვენს ნახვას. ფუ, სკოლა, რა ჯანდაბაა ეს? სადაც ისინი სხვადასხვა სახის მეცნიერებებს სწავლობენ. საშინელებაა. დედა, არ მაიძულებ იქ წასვლას, ხო? რა თქმა უნდა არა. ჩვენს ოჯახში არავინ არ დადიოდა სკოლაში. მოიცა, ამელკა რაშია საქმე? ეს სკოლა ძალიან მაინტერესებს. შემიძლია რომ წავიდე? არა და კიდევ ერთხელ არა. ამელკა, გაგიჟდი? რას გააკეთებ იქ? კარგი რა, დედა. ხო, შემიძლია ერთხელ წავიდე და ვნახო უბრალოდ. ამელკა, იქ ადამიანები არიან. მერე რა, დედა, ადამიანები და ვამპირები აღარ ჩხუბობენ. ამდენი ხანია სკოლის ნახვა მინდა. გეხვეწები. კარგი. მაგრამ ერთად წავალთ. ერთად? არა. როგორი დედა ვიქნები მე? ჩემს შვილს მარტო ადამიანებთან არ გავუშვებ. მაგრამ დედა, ხომ იცი რომ საკუთარი თავის დასვა შემიძლია? შენ მასწავლე ყველაფერი. კარგი, დედა, გაუშვი. თუ რამე დაემართება, მე ავიღებ მის ტივთებს. კარგი. თუ ეს ისაა, რაც შენ გინდა? დედა, საუკეთესო ხარ. ვერ ვიჯერებ რომ დღეს ჩემი პირველი სკოლის დღეა. ამაზე 30 წელია ვოცნებობ. ამელკა, გვიძავს უკვე? კი. კარგი. სკოლისთვის შემწვარი თაგვის კუდები ხომ არ გინდა? არა, მადლობა. კარგი მაშინ. ისეთი რამ უნდა ავირჩიო, რაც ბავშვებს სკოლაში არ შეაშინებს. დედა, ეს თახვის წეხვი ძალიან გემრიელია. შეგერგოს. აბა რას ფიქრობთ? დედა, ცუდად ხომ არ გზნობ თავს? დედა, რა გჭირს? შენს გამოგზნობს ცუდად თავს? მე რა შვაში ვარ? შენს თავს შეხედე, დედამ დაგინახა და შეეშინდა. ამელკა, ეს რა ტანსაცმელია? ეს სკოლისთვისაა. კარგი, სკოლას კიდევ ავიტან, მაგრამ ასეთ გარეგნობას, დედა, სკოლაში ყველა ასე იცვამს. მოიცა, შენი გარეგნობით ჩერნოკოვების დიდებულ ვამპირების ოჯახს არ ცხვენ. ხო, მაგრამ არაფრის მოსმენა არ მინდა. სწრაფად გამოიცვალე ტანსაცმელი. ეს ტანსაცმელი კი ცეცხლზე დაწვი. კარგი. დაინახე? რა დაემართა შენს დას? ეს ყველაფერი ამ სულელური სახლის გამოა. ჩვენს ციხესიმაგრეში რომ გვეცხოვრა, არაფერიც არ მოხდებოდა. ხო, ამ სახლში კარგი ვამპირების გაზრდა უფრო გამიჭირდება, მაგრამ კიტი ჩერნოკოვა არ ნებდება. მართალია, დედა. უკვე გამოვიცვალე, ეს სხვა საქმეა და ასე აღარ შეაშინო, დედა. როგორც შენი ტყვი, კარგი. ეს შემწვარი კუდებია, შენი საყვარელი, სკოლაში წასაღებად. მადლობა, უნდა წავიდე, ვაგვიანებ. აბა, დაიცვას ბნელმა ძალებმა, ჩემი გოგო. ახლა როგორ წავიდე სკოლაში? ყველა მე შემომხედავს. დედა, ხომ გთხოვე, არაფერი მოგემზადებინა. თუ სკოლაში ვინმე ჩემი სადილის ყუთს დაინახავს, აუცილებლად გაგიჟდებიან. როდის დაბრუნდება ჩემი პატარა თაგვი? ის 10 წუთის წინ წავიდა. სკოლაში კი 3 საათამდე სწავლობენ. ჩემი საყვარელი გოგო, საერთოდ რატომ გააკეთა ეს? მე თვითონ არ მესმის, მაგრამ ამელკა ყოველთვის სულელი იყო. შენს დაზე ასე ნულაპარაკობ. მოიცა, არ ღელავ მასზე? დედა, დამშვიდდი. მოდი ამ ვიდეოს უყუროთ ვამპირებზე. კარგი. დედა, ლეო, სახლში ვარ. როგორ ხარ? ხომ არ გცემეს?
დაშავებული ხარ? არქშია? არა, დედა, ყველაფერი კარგადაა. სკოლა ძალიან მომეწონა. მოჩვენებები იყვნენ? არა, და ცერბერუსები არა. და თაგვებისგან დამზადებული საჭმის მაგიდა? არა. აბა რა არის იქ მოსაწონი? ბევრი ახალი რამე ვისწავლე და ერთ გოგონასთან დავმეგობდი კიდეც. რა თქვი? ადამიანს დავუმეგობდი? კი, მას მართა ჰქვია და ის საოცარია. მან ადამიანებზე მიამბო, ისინი ბოროტები არ არიან, პირიქით. შენს ადგილას რომ ვიყო, ხალხს არ მოусმენდი. სწორს გეუბნება შენი ძმა. შეიძლება მართა ჩვენთან მოვიდეს სტუმრად? მოიცა. ადამიანი ჩვენს სახლში? კარგი, დაპატიჟე და ჩვენ თელ სისხლს დაულევთ. არა, ჩვენ მას არაფერს დავუშავებ. მე წინააღმდეგი ვარ. შენ ყოველთვის ყველაფერს მიგზალავ. ამელკა, დაბრუნდი. ამელკა უბრალოდ რთული მოზარდია. საშინელი დედა ვარ. ვერ შევძელი ჩემი ქალიშვილის კარგ ვამპირად აღზრდა. მე არ გამომივიდა. კარგი, სისხლის წვენი ხომ არ გინდა? არა, ანტიკვარულ მაღაზიაში საშოპინგოდ წასვლა ხომ არ გინდა? მოგვიანებით ვიშოპინგებ. ჯერ ამელკას უნდა გაუმკლავდე. სად მიდიხარ? უნდა დაველაპარაკო. დედა ჩემი და ჩემი ძმა არასდროს მიჭერენ ხარს. შეიძლება შემოვიდე? შემოდი. შვილო, გთხოვ, მე შენთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა. ამ გადაადგილების გამო საერთოდ მეგობრების გარეშე დავრჩი. ხო, სამწუხაროა რომ რაინდის მოჩვენება იმ სახლში დარჩა და ახლა საერთოდ არავინ მყავს რომ ველაპარაკო. და ლეო? დედა, ლეო სულელია. საერთოდ არაფერი მაქვს მასთან სალაპარაკო. კარგი, ამელკა. მოვიდეს შენი ადამიანი მეგობარი მაშინ. მადლობა. უბრალოდ ფრთხილად იყავი ამ ადამიანებთან. ისინი ცოტა ვერ არიან. რა თქმა უნდა, ამასობაში მე სტუმრისთვის ბახშანს მოვამზადებ. გამარჯობა, მართა. მინდა რომ ჩემს სახლში დაგპატიჟო. ჩაიწერე მისამართი. უკვე სუნი მცემს. სისხლიან კასეროლს ამზადებ? კი, დღეს სტუმარი გვეყოლება. ადამიანი მოვა ჩვენთან? ეცადე ზრდილობიანი იყო შენი დისკურისთვის. ხო, მაგრამ დედა. არანაირი მაგრამ. იმედია, ლეო კარადაში ჩაიკეტება და იქ დარჩება. მართაც მოვიდა. გამარჯობა, ამელკას მოსანახულებლად მოვედი. გამარჯობა, მე ლეო ვარ. დაიკარგი აქედან. გამარჯობა, მართა, შემოდი. ეს ლეოა, ჩემი ძმა. ყურადღება არ მიაქციო. საყვარელია. კეთილი იყოს შენი მორწონება ჩერნოკოვების სახლში. მე კიტი ვარ, ლეოს და ამელკას დედა. ძალიან კარგი. და ჯექი, ბევრი გემრიელობა მოამზადე. ძალიან მოგეწონება. მართა, შენ რა სისხლის ჯგუფი გაქვს? უცნაური კითხვა, არ ვიცი. ოდესმე მზის აბაზანა მიგიღია? რა თქმა უნდა. როგორია კანზე მზის სხივების შეგრძნება? შენი სულელური კითხვებით დაანებე თავი მართას. უბრალოდ პირველად ხედავ ადამიანს ასე ახლოდან. მართა, მიდი გადაიღე. გემრიელია, მსგავსი არაფერი მიჭამია. მადლობა, ჩემი საუკეთესო უცადე. ეს რა არის? ეს სისხლიანი კასეროლია. ჩვენი ოჯახის საიდუმლო რეცეპტი. 4000 წელია რაც არსებობს. სისხლიანი კასეროლი? სისხლით არის? კი, სისხლი ძალიან სასარგებლო და მკვებავია ვამპირებისთვის. არ ხუმრობდი ვამპირი რომ იყავი? როგორც ხედავ, ეს სიმართლეა. მართა, არ გინდა სისხლიანი შოკოლადი გასინჯო? ძალიან გემრიელია. არა, მადლობა. უკვე დავნაყრდი. კარგი, მე და მართა ჩემს ოთახში წავალთ. მაპატიე ჩემი ოჯახის გამო. კომუნიკაცია საერთოდ არ იციან. ვერ ვიჯერებ რომ ნამდვილი ვამპირი ხარ. ძალიან მაგარია. სინამდვილეში ამაში არაფერია მაგარი. თითქოს მუზეუმში ვარ. კარგი რა.
მაგარი სახლი გაქვს. მოიცა. დედას ჯერ არ ქონია დრო, რომ თავისი გემოვნებით მოეწყო ყველაფერი. მინდა რომ მეც ვამპირი ვიყო და მარადიულად ვიცოცხლო. მე კი მინდა რომ ადამიანი ვიყო. ამის შესახებ დედაჩემს არ უთხრა. დიდად არ გავხარ ადამიანს. რატო? შენი კანი ძალიან ღია ფერისაა და მაკიაჟს არ იყენებ. კოსმეტიკის შესახებ დამიგია, მაგრამ არ ვიცი როგორ გამოვიყენო. მარტივია, ახლავე გაჩვენებ. ეს პომადაა. ახლა შენი ტუჩები ისე გამოიყურება, რომ თითქოს ცისხლი დალიე. იქნებ იფიქრონ, რომ ვინმეს ვუყვინე? დამიჯერე, ხალხი ამაზე არ იფიქრებს. სკოლაში ყველა გოგო მაკიაჟს იკეთებს. მან იღრე ყველაფერი. ეს აუცილებელია, რომ სახე სუფთად გამოიყურებოდეს. ვამპირებს ყოველთვის ფერმპტალი კანი აქვთ. არ ამგონია იმუშაოს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურები. არ ვიცი, დედამ რომ დაინახოს, მაკიაჟის გაკეთების უფლებას არ გაძლევს. სისასტიკია. ის სხვა ფერის ტანსაცმლის ჩაცმის უფლებასაც არ მაძლევს. მაკიაჟის გაკეთებას სცადე. იქნებ ვერ შეამჩნიოს. ვეცდები. ისე მართლა, ყოველთვის სისხლიან საკვებს მიითმევთ? კი, თქვენ ადამიანის საკვები უნდა სცადოთ. მე ძალიან მინდა. დედაჩემი მიგზალავს. ხოლმე იმას პინძლდები. ამელკა, ბოდიში, დარბაზში უნდა წავიდე. დარბაზი რა არის? სავარჯიშო. კარგი, მაშინ, ხვალ გნახავ, არ გამაცილო, მე თვითონ წავალ. ნახვამდის. მართა, ეს შენთვისაა. მადლობა, უჩვეულოდ აიგული. ხვალ ჩემთან ერთად თაგვებზე სანადიროდ წასვლა ხომ არ გინდა? ისმინე, ინსტაგრამზე გამოგიგზავნოთ ხოლმე. ახლა ძალიან მეჩქარება. რა, 100 გრამი? ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალ ცხოვრებას ვიწყებ. ეს უცნაურია. ამელკა, შენი დახმარება მჭირდება. უბრალოდ სწრაფად, დაკავებული ვარ. კარგი, მართა, მითხრა 100 გრამი გამეგზავნა. ვერ გავიგე 100 გრამი რა არის და სად უნდა გავუგზავნო? ლეო, მან ინსტაგრამი თქვა. ეგ რა არის? ეს ადამიანური რაღაცაა, არ დაგაინტერესებს. ამელკა, გთხოვ, აუცილებლად უნდა მივწერო მართას. რაზე? აი ამაზე მინდა დავპატიჟო. შენ საერთოდ გაგიჟდი. როგორც კი დავინახე, გული მკერდიდან ამომივარდა და შემიყვარდა. ჩვენ ვამპირები ვართ, გული არ გვაქვს. და ყოველ შემთხვევაში შემიყვარდა. ხო, ლეო, ის ხომ ადამიანია. ვიცი, უბრალოდ დედას არ უთხრა. კარგი, შევეცდები აგიხსნა ინსტაგრამი რა არის. კარგი, ვერ ვიჯერებ რომ ნამდვილი ვამპირი გავიცანი. ინტერნეტში მათ შესახებ უნდა წავიკითხო. კარგი. კარგი, მოიცა. ეს საინტერესოა. შემიძლია რომ გამდიდრდე. კარგი. გამარჯობა, თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ჯერ ფურის ნახვა მინდა. მართა. ლეო, ასე ადრე რატომ ადექი? დასაძინებლადაც კი არ წავსულვარ. ხედავ რომ კარგ ხასიათზე ხარ. სახლის გამო აღარ ხარ გაბრაზებული? არა, მიხარია რომ გადმოვედით. მართლა? რატო? ვერ გეტყვი. საიდუმლოა. ხო, საიდუმლოა. მართა მართალი იყო, ლამაზი გამოვიდა. თავარია რომ დედამ ვერ შეამჩნიოს. ამელკა, მოიცადე, სად მიდიხარ? მე სკოლაში მივდივარ და მერე საუზმე მეჩქარება. არა, საუზმის გარეშე ადამიანებთან არ ვაგიშვებ. მე ხომ სკოლაში შემიძლია მივირთვა საუზმე ადამიანის საკვები? არავითარ შემთხვევაში. ამელკა, ეს რა გჭირს? რა მოხდა? მთელი სახე გაძითლებული გაქვს, ტუჩებიც და ლოყებიც. დედა, მოიცა. ავად ხარ? არ ვარ ავად. ეს დაავადება ნამდვილად ვიცი. ის საშიშია. მას სისხლიანი თავი ჰქვია. დაწექი. და სკოლა? დღეს არანაირი სკოლა. ავად ხარ? დღეს მნიშვნელოვანი გაკვეთილები გვაქვს. 50 წელია სკოლის გარეშე იყავი და დღესაც გააცდენ. დიდი ამბავი ახლა. გონიცულადაა საქმე. მანქანიდან პირველადი დახმარების ნაკრები გამოიღე. ჩემი პატარა თაგვი, დედა განკურნავს. ვერ ვიპოვე პირველადი დახმარების ნაკრები.
კარგად არ მოგიძებნია. მე თვითონ ნახავ. ამელკა, სისხლიანი თავი გაქვს. ვამპირებისთვის საშიში დაავადებაა. ლეო, ეს კოსმეტიკაა. ეგ რა არის? კოსმეტიკა, ლამაზი რომ ვიყო. მაგრამ შენ ლამაზი კი არა, უშნო ხარ. შენ არაფერი გესმის. კარგი, ჯობია დედას უთხრა. ხუმრობ, თუ ვაღიარებ, განწერული ვარ. ის ხამანწკის ლორწოს ინექციას გაგიკეთებს. ძალიან მტკივნეულია. ოღონდ ეგ არა. აი მოვედი, ახლა ინექციას გაგიკეთებ და ყველაფერი გაგივლის. ეს დაავადება არ არის, ეს კოსმეტიკაა. უბრალოდ მინდოდა ადამიანს დავსკავსებოდი. კოსმეტიკა? მოიცა, ჩემს პატარას გონება აურიეს სამსულელმა ადამიანებმა. ხო, მაგრამ დედა, შემდეგ კი რა იქნება? შენ ვამპირი ხარ, ადამიანების მსგავსები არ ვარ. მაგიას ჩამოვიბან და სკოლაში წავალ. კარგი? სკოლა? დაივიწყე. არა, იქ ფეხს ვეღარასდროს დადგამ. არ შეგიძლია ამის გაკეთება. ჩვენს სახლში არანაირი სკოლა და ადამიანი აღარ იქნება. როგორი დედა ვარ მე? დედას სისხლი დაუშხი. რა თქმა უნდა. ეს შეცდომა იყო. მალე ბავშვები სრულად უკონტროლოები იქნებიან. წავალ და ვნახავ როგორ არის ამელკა. რა საზიზღარი ოთახი გაქვს? წადი, ლეო. წუხვარო, სკოლაში სიარული აგიკრძალეს. ადამიანები არც ისე ცუდები არიან. ნეტავ დედა ხედავდეს ამას. სულელი ვამპირი დღეს არ გამოჩენილა. ახლა მისთვის ჯილდო როგორ უნდა მივიღო? კარგი. იმედი მაქვს ხალმოვა სკოლაში. გამარჯობა, ამელკა. დღეს რატომ არ იყავი სკოლაში? სკოლაში ვეღარ მოვალ. დედა მიკრძალავს. სკოლის გაცდენა არ შეიძლება. ვიცი, ერთ კვირაში ვეცდები დედაჩემს აზრი შეუცვალო. ახლა ის ნამდვილად სკოლის წინააღმდეგია. მაშინ იქნებ მე მოვიდე შენთან სტუმრად? ნამდვილად არა. დედაჩემი არ მაძლევს ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებას. კარგი, შენი დედა შინაური ტირანია. იქნებ სახლიდან გაიქცე? არ შემიძლია. კარგი, მართა, დედა მოდის. ნახვამდის. ჯანდაბა, ახლა სად ვიპოვო ვამპირი? ზუსტად, გონი მე მის ძმას მოუწონ ვარ. მაგას მივხედავ. ამელკა, 100 გრამში მართამ მომწერა. მართლა? კი, მომწერა რომ ძალიან მოვეწონე და ჩემთან ერთად პაემაზე წასვლა უნდა. დედა არ გვაძლევს ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალებას. მან შენ დაგსაჯა და მე არა. პაემაზე მიდიხარ? კი, ამელკა, დედას არ ეტყვი, ხო? არ ვეტყვი. მადლობა. წადი უკვე და მართას ჩემგან მიესალმე. ამელკა, შენ საუკეთესო ხარ. ზოგჯერ საუკეთესო, ზოგჯერ ყველაზე საშინელი. ამ ძმებს ვერ გაუგებ. რატომღაც მართას უეცრად ლეო მოეწონა. ცუდი წინათგზნობა მაქვს ამასთან დაკავშირებით. იმედია ლეო არ განაცხენდება, თუ მას გავყვები. მართა სად არის? ის უკვე 9 საათით აგვიანებს. აი, მოვედი. ბოდიში რომ დავაგვიანე. არა უშავს. პაემანზე ვართ. კი. თვალები დახუჭე, შენთვის სიურპრიზი მაქვს. მან რას აკეთებ? ყველაფერი რიგზეა. ასე უნდა იყოს. რანაირი პაემნები აქვთ ადამიანებს? არა, შესულელო. ასე შეუდობენ ადამიანები ფულს. გამიშვი, შეგიჟო. ყოველთვის ვიცოდი რომ ადამიანები მოღალატეები არიან. იცოდე, ნიორი, ვერცხლი და ყველაფერი ისნივ თიმაქვს. რამაც შეიძლება მოხდეს. რატომ არ დაუჯერე დედა ჩემს? ჩუმად, შენთვის მალე მოვდენ, ფულს კი მომცემენ და ექსპერიმენტებისთვის წაგიყვანენ. ბევრი რამ წამიკითხავს ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ. ეს ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს. ამელკა, უბრალოდ ხუმრობდი. ახლა ვეგაუშვი ჩემი ძმა. თორემ რა? ჩხუბი შემიძლია. ფუ, ნიორი. არ მეგონა რომ შენს მოხვიდოდი. ახლა 2 მილიონს მივიღებ. ვინ გაბედა ჩემი შვილების განაწყენება? კარგია რომ ვამპირების მაგია არ დამვიწყებია. აბა გაივიძეთ. რა მოხდა? ადამიანები, ისინი ყოველთვის ყველაფერს აფუჭებენ. კარგი, ჩვენ მივდივართ. აქ ვერ დავრჩებით. ვამპირებზე მონადირეები მალე აქ იქნებიან. უნდა გავიქცეთ. აბა სად მივდივართ ახლა? არ ვიცი.
უკეთესი ცხოვრების საძიებლად. ეგ არის ჩვენი თავგადასავალი, დედა. მოგეწონათ ჩვენი ვიდეო? თუ კი, მაშინ დალაიქეთ და არ დაგავიწყდეთ ახის გამოწერა. ჩვენ თქვენთვის საუკეთესოს ვცდილობთ. ნახვამდის ყველას!